ეს არის ახალი სამზე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში პოლიტიკური სპეკულაცია შეაფასებს ქართული ოცნება პარტიათა ქცევის კოდექსის შესახებ მმართველი გუნდის ბრალდებებს. კოალიციის პრესპიკერი დღეს კიდევ ერთ განმარტებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქართულ ოცნებას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ქცევის კოდექსზე ხელი მოწერილი აქვს. ფანჯიკიძის განმარტებით ხელისუფლება კოდექსთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ პოლიტიკური დევნის ახალ ფაქტებზეც ისაუბრა. კოალიცია დღეს 17 სექტემბერს კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყოველგვარი შენიშვნების, დამატებებისა და წინაპირობების გარეშე აღებული აქვს ვალდებულება დაიცვას სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ ქცევის კოდექსი იმ სახით, როგორიც ის ქართულ და ინგლისურ ენებზეა გამოქვეყნებული საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ვებგვერდზე 20 აგვისტოს თარიღით. ცხადია, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულება ვრცელდება დოკუმენტის ბოლო პუნქტზეც, ციტატა, ვაღიარებთ ზემოთ ჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს.